მე რაც კიდე ერთხელ არ მოვაჩინე ჩემ თავში და ჩემს მეგობრებთან ერთად არის რომ როცა სირთულეები გვაქვს, როცა ძალიან გვიჭირს, მე მგონი შეგვიძლია მაინც გამკლავება ამ სირთულეებთან და მგონია რომ ეს ჭირში მაგრად დადგება მაინც ჩვენი ქართული რაღაცა გენეტიკის შეიძლება დამზახილია. ეს გიორგი ტეფნაძეა, თამსვლელი, სამთო გამყოლი, მაშველი. ტანჯვის და ეს წვალების მომენტები ნაკლებად რჩება. გიორგი ბაქარგელაშვილთან და არჩილ ბადრიაშვილთან ერთად მანამდე გაუვლელი გზებით მწვერვალების დაპყრობით მიიქცია ალპინისტთა საზოგადოების ყურადღება. ერთია როცა გაკვალულია გზა, მინიმუმ ფსიქოლოგიურად იცი რომ ეს უკვე გავლილი არის და შეგიძლია უკვე შენიც რაღაცა ჩადო, მაგრამ სრულიად რაღაც ახალ თაზე როცა არის საუბარი ხელუხლებლებზე, უკვე შემართლა შენ და შენი მეწყვილის და მთის რა თქმა უნდა რა, ანაბარახა რა. არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ გიორგი ტეფნაძე და ბაქარგელაშვილი კვლავ დაბრუნდნენ პაკისტანში და ამჯერად 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში 3 მწვერვალი დაიპყრეს ერთთვიან ექსპედიციაში. აჩო როცა გავაცილეთ, მოკლედ რაღაცა ძალიან ისეთ ქონდა შინაგანად, რომ რაღაცა უნდა რაღაცა გავკეთებინა ჩვენი რაღაც პირადი რა. და ალბათ ყველაზე ისეთ გამოხატულება იმ დროსაც ქონდა და მოგვაფიქრდა არის, რომ დაბრუნებულიყავით ჰინდიკუში ისევ, სადაც მანამდე ერთად ვიყავით, სამეული. რა გამოვიდოდა, მე გზადაგზე გაირგვა ეხა ეს. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ თამსვლელების თავგადასავლებზე, იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ისინი ხვდებიან მთებში სიარულისას და ასევე მწვერვალზე, ჭიუხებში, ხევსურეთში, რომელსაც არჩილ ბადრიაშვილის სახელი ეწოდა. ჩვენი კიდე რაღაც გამგულის გამოძახილში ჯდებოდა, რომ რაღაცა აჩოს სახელზე შეიძლებოდა ასვლის გაკეთება და თუ ყველაფერი არ ჩაივიდა, ატომაც არა რა. მოეთოთ შუქი. გამარჯობა გიორგი, როგორ ხართ? მადლობა, კარგად. თავ როგორ ხართ? კარგად. რაღაც კარგი სეზონი გქონდათ, ხო? მნიშვნელოვანი ექსპედიციები გაიარეთ შემოდგომაზე და შემოდგომის ბოლოს, ხო? თქვენი სახელი გამოჩნდა 2 ექსპედიციაში, ერთი პაკისტანში და მეორე საქართველოში ჭიუხებში. პირველი ექსპედიცია, რომელიც სექტემბერ-აგვისტოში გაიარეთ, აგვისტო-სექტემბერში, ბაქარგელაშვილთან ერთად იყო ჰინდიკუშის რეგიონში ერთთვიანი ექსპედიცია, სადაც აიღეთ ერთი მწვერვალი, რომელიც მანამდე აუსვლელი იყო, ერთი, რომელზეც ნამყოფი იყავით ოღონდ სხვა გზით. და მესამე, რომელიც თქვენი მეგობრის, გარდაცვლილი მეგობრის შედგენილი გზით ახვედით, ხო, აქ. ამ ექსპედიციაზე მე არ მომისმენია, რომ გელაპარაკოთ და სიამოვნებით მოვისმენდი თქვენგან, როგორი იყო ეს გამოცდილება. მიხარია. ინტერესის კიდევ ერთხელ მადლობა. მოკლედ როგორც აღნიშნე, საკმაოდ დადებითი, კარგი წელი შეიძლება ითქვას უქონდა თამსვლობას, ქართულ თამსვლობას. მაგრამ ამ ცუდი გამოსვლებით მაინც უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს ბიჭების წასვლასთან პირდაპირ არის დაკავშირებული, თუნდაც ეს ისტორიების სასვლები, რომელსაც ახლა უნდა ვისაუბროთ. ერთი რაც იყო პირველივე კვირიდანაც შეიძლება ითქვას, რომ აჩო როცა გავაცილეთ. მოკლედ რაღაცა ძალიან ისეთ ქონდა შინაგანად, რომ რაღაცა უნდა გავკეთებინა ჩვენი რაღაც პირადი რა. და ალბათ ყველაზე ისეთ გამოხატულება იმ დროსაც ქონდა და მოგვაფიქრდა არის, რომ იყო რომ დაბრუნებულიყავით ჰინდიკუში ისევ, სადაც მანამდე ერთად ვიყავით, სამეული, ჩილი ბადრიაშვილი, ბაქარი, მე და ჩვენი ალბათ პირველი მაინც ძაფრი ისეთი შეგრძნებით გააზრებულად და რა თქმა უნდა ემოციურად, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო ისეთ გააზრებულად მაინც ქონდა ეს мотиваცია, რომ რაღაც მაინც დაბრუნებულიყავით. რა გამოვიდოდა, მე გზადაგზე გაირგვა ეხა ეს პირველ ასლაც მაგალითად, რომელიც ახსენეთ, სრულიად დაუგეგმავი მთა იყო და მოკლედ მუდრი ჩილი ესეთი 6125 მეტრი. კი, აღმოჩნდა, რომ უფრო დაბალი სიმაღლე ქონდა, ოფიციალურად ესაც საინტერესო იყო, რასაც ჩვენ ვიდრე იცოდით? ვიდრე ოფიციალურად ამ რუკებზე ფიქსირდებოდა და დილარი იდეალური შვენიერი ლამაზი უკარო ჩვენი პირდი და მერე მწვერვალი. А вот тут давай шут
დეკიძე. გზადაგზე გაირკვა რომ სახელიც რო ავიდით მანამდეც არავინ არ იცოდა ადგილობრივებშიც რაღაცა ვერ მოვიძიეთ სიმაღლე ძალიან განსხვავებულად იყო აღნიშნული რუკაზე მაგრამ დრო და დრო კი არა ეტაპობრივად ეს ინფორმაციები რაღაცნაირად დაზუსტა და ეს იყო რაღაცა მოულოდნელი სურპრიზი სასიამოვნო. რა იცით რამდენიმე მეტრიანზე ატიოდით რაც მე 6025 აღმოჩნდა. იცი რა ძველი რუკები მაგალითად ის კაცი რომელიც საკმაოდ ხრწოვანი კაცი არის ეხლა ცოცხალი არის 100 წლამდე და მიტანებული კაცი რომელიც ძალიან აქტიურად წერდა 50-იანებიდან ამ რუკებს ინდიკუშის რუკებს და მოკლედ მივაკვლევთ ამ ადამიანს და ძალიან საინტერესო იყო ეს პროცესიც რომ იმ ძველ ადამიანს რომელსაც შეიძლება ალბათ წლები არ შეხმიანებია ინდიკუშზე კონკრეტულად ამ თებთან დაკავშირებით რაღაც ესეთ საინტერესო კითხვებით ვიყავით და მგონია რომ ალბათ ამ ადამიანს ან ეს თავადაც თავსვლელია? იცი უფრო გეოგრაფი ხო კარტოგრაფი და რაღაცა უფრო ადგილობრივია? არა ეს არის პოლონელი საღალს გავიხსენა ხოლმე და გეტყვით ვოლა ჯერზი ვოლა რომელიც ბოლო ეხაც დღემდეც ალბათ მუშაობს მაგ კუთხით და საინტერესო იყო. ჩვენი მთავარი მიზანი იყო კარგი აკლიმატიზაცია გავგვივლო და ეს კარგი აკლიმატიზაცია იმით დაგვირგვინდა რომ აქაც ახალი მარშრუტი გამოვიარეთ უკვე ჩვენთვის ნაცნობ ბარფიზე. 6833 მეტრი. ეს ლანგარი ზოგადად ნიშნავს როგორც ჩვენთან ლანგარი პირდაპირ ხო აი რაღაც საერთო ზიარი ჭურჭელი რაღაცა და თვითონ ეს მთების განლაგებაც როგორ დგანან ერთმანეთის პირისპირ ან რა საერთო მყინვარი ეს რაღაცა ძალიან დახვედრაში არის იგივე უკან სარაგრა არის რომელიც ძალიან ასე ვთქვათ ყველა გაიცნო და იცი სარაგრაზე ხა რაღაცა საერთო რაღაცა ლანგარზე ანუ ლანგარზე ეს ბრტყელია ბოლოში თვითონ ლანგარს აქვს ეგეთი ბევრი რამოდენიმე მეგობარი მწერლები ყავს არ შემო და საკმაოდ ლოგიკური არის ეს სახელიც ალბათ კი. მოკლედ ბარფიდან ძალიან კარგად იხედება ეს ლანგარიც უკან სარაგრარის ფონზე და ეს რა თქმა უნდა შესწავლის პროცესი იყო, დაკვირვების პროცესი იყო, ეს გზების რაღაცნაირად გაკვლევის უსაფრთხო მონაკვეთების რაღაცა შეფასების, რაღაცა ლოგიკური ხაზის გავლების და ეს პროცესი საკმაოდ ესეთი იყო რა, ინტენსიური. მაგრამ ძალიან უცნაურია რომ რაღაცა შეფერხების მომენტიც ვერ გაიხსენებ გარდა ხო იმ საფრთხეებისა რომელიც შეიძლება ეხება ბუნებრივად და ობიექტურად კონდეს ეგ დასულებზე რა. ამინდი იყო ბოლომდე, შეიძლება ითქვას რომ ექსპედიციის ბოლოს მოხდა ამინდის სრულება და პირველი ნალექი რეალურად საბაზოში ბანაკში დავუშვით, მაშინ წამოვიდა. დავაი. Arturda barfi, bravo, egeni yolu yarar abi. ამ მარშრუტებს რომ მიდიხარ ალბათ რაღაცა მონახაზი უკვე გაქვს. ხო, აი რამდენად დეტალურია ეს მონახაზი, რაც ადგილზე ჩასვლის გარეშე შეგიძლია შეადგინო და მე იქ რას ვცვლი. რა თქმა უნდა, სანამ ჩავიდოდით ბაქარი და მე ამაზე რა თქმა უნდა აქტიურად საუბრობდით, მაგრამ როგორც წესი საინტერესოა რომ ერთია შენ რა ინფორმაციას იღებ ჩასვლამდე, თუნდაც იგივე ამ ძველი გამოცდილებით, ამ რაღაცა ფოტოებით თუ იგივე რაღაცა რუკებით, მაგრამ რეალობა სრულიად შეიძლება საპირისპირო დახვდეს. იგივე ამ შემთხვევაში ჩვენი პირველი შესვლა ამ მოდრეჭილიზე იმდენად სრულიად სხვა მიმართულებით წარმოგვედგინა და ადგილზევე მოხდა ეს გზის არჩევაც და რაღაცნაირად გზის გაკვლევაც, იმიტომ რომ
სხვანაირად ხო რეალურად კონკრეტულად ამ თაზე ინფორმაცია არ არსებობდა. ეს ალბათ გაუვლელ, ანუ ჯერ დაუპყრობელ მწვერვალებს უფრო ახასიათებს, ხო, რომ წინასწარ ზუსტად ვერ გეგმავ. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ერთია როცა გაკვალულია გზა, მინიმუმ ფსიქოლოგიურად იცი რომ ეს უკვე გავლილი არის და შეგიძლია უკვე შენიც რაღაცა ჩადო, მაგრამ სრულიად რაღაც ახალ თაზე როცა არის საუბარი ხელუხლებელ რელიეფზე, იქ უკვე შემართლა შენ და შენი მეწყვილის და მთის რა თქმა უნდა რა, ანაბარახა რა. და რამ შეიძლება შეცვალოს, აი რუკაზე ჩანდეს რომ რაღაცა ქედი დათოვლილი არ არის და დათოვლილი დაგხვდეს, ნიადაგი რაღაცა მყიფე არ იყოს მითითებული და მყიფე აღმოჩნდეს, თუ აი რა ადგილზე რა გარემოებები ახდენს, მოკლედ გავლენას, რომ გადაწყვიტოთ, რომ აი აქეთ არა, აქეთ წავალთან, იქიდან მოუბრუნდებით, კარავს იქ დავცემთ და ასე შემდეგ, ამ რა გადაწყვეტილებებსაც იღებთ. რა თქმა უნდა ეს ინფორმაციები ზოგადად ექსპოზიცია რელიეფის თუნდაც რაღაცა ქვადაცვენის საკმაოდ შორიდანაც შეიძლება შეამჩნიეს ქვადაცვენის რისკები. თუმცა მაინც ალბათ ეს გამოსვლებით უფრო მოდის, როცა პირველივე შეხედვიდან რაღაც წარმოდგენა გექნება მთაზე და უკვე ხვდები რამდენად გულნისავალია, რამდენად გინდა, რამდენად ღირს რა. უფრო ეს პირველი კონტაქტი არის და მე პროცესში რა თქმა უნდა უფრო და უფრო ან მყარდება ან პირიქით ხო, მაგრამ ეს პირველი კონტაქტია მე მგონი თავარი მაინც რა. ეგეთი შემთხვევა გქონიათ რომ გახედეთ მთას და არ მინდაო თქვით? ფიქრობ ძალიან ნაკლებად ეგეთი მაინც. ძალიან ნაკლებად. მაგრამ მაინც კი გქონია, კი. რა იყო ეგეთი მთა? ეს არ მეძახის რო ვიფიქრეთ. ზოგადად არ გვაქვს ხოლმე ჩვენ ისეთი დიდი არჩევანის საშუალება ხოლმე რომ რაღაც ჩახვიდე მე მომავალ წელსაც ჩახვიდე თუ არა და კიდე რამოდენიმე წლის მერე ჩახვიდე და ზოგადად იმდენად სიფრთხილით უდგებით რომ თუ რაიმე გადაწყვეტილება არის კონკრეტული ექსპედიციის ან მთის რომელსაც ვირჩევთ მაქსიმალურად რომ დავიხარჯოთ რა თქმა უნდა უსაფრთხოების ყველაფერი ამ ნორმების წესების გათვალისწინებით მაგრამ ბოლომდე იმიტომ რომ ბევრი შანსი როგორც წესი ჩვენ არ გვაქვს ხოლმე ამის ბუბუნება და აი არჩილის მიერ შემუშავებულ გზაზე თუ ვილაპარაკებთ ხო რომელ ამ სამიდან ერთ-ერთი ხო ამ მარშრუტით ახვედით აქ ალბათ ემოციური ნაწილიც არის ხო რომ რაღაც მეგობარმა რომელმაც შეადგინა გზა რომ ერთად გაგევლოთ მის გარეშე გადიოდით და შეიძლება შეიცვალა ხო ამ რაღაც 2 წელიწადში რაღაცა იქ იმ მთებზე ანუ რამდენად ზუსტი იყო ეს გზა და თქვენც როგორი იმითი დაადექით მორალური მდგომარეობით ძალიან საინტერესო არის მოკლედ აჩოს ფილმშიც არის აჩომ გააკეთა შეკრიბა მოკლედ ეს თქვენი თავგადასავლები ჩვენი პირველი ჩასვლით ამ ჰინდიკუში და საინტერესოა როცა ბარფიზე ვართ მწვერვალზე და ზუსტად ეს ჩვენი ლანგარის ჩვენი მთის რაღაცა ეს ფერდი ჩანს და ეს მარშრუტი ძალიან კარგად გამოკვეთილი იგრობ მაშინა თუ ქონდა ეს ყურადღების იქცევის რაღაც ეს მომენტი რომ რაღაცა ძალიან საინტერესო არის. დაინტერესდა არა მხოლოდ დაგეგმა კიდევაც ექსპედიცია და აპირებდა წასვლას უბრალოდ ხელი შეეშალა ამ გეგმის განხორციელებაში და ვიცოდით რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანი დარჩენილი იყო რომელიც ხო რაღაცა რეალურად ეს გამოვიდა რომ არჩილის გარეშე მოგვიწია წასვლა რა. არ ვიცი რამდენად გამოვიდოდა ისე რომ არჩილი რო ყოფილიყო რამდენად ერთად წავიდოდით ამ მთაზე არ ვიცი ამაზე არ მაპასუხი მაგრამ ფაქტია რომ აჩოს მერე ჩემის და ვაკარის აზრებით ძალიან იდენტური იყო და ძალიან ბუნებრივი იყო მოკლედ ჩვენი ნაბიჯი რა და რაც შეეხება მცვლელებას ცვლილება საკმაოდ საგრძნობი არის როცა მაგალითად 22 წელს 2022-ში როცა საბაზო ბანაკში ერთი ქვის ცვენის რაღაცა ხმა არ გსმენია ყოველდღიურად დღეს კი არა წელს ყოველდღიურად იყო ეს გადაცვენის და ზღვაების და ეს იმდენად დიდ კონტრასტში იყო ეს ბუნების არ ვიცი ეს ცვლილება რომ მოკლედ ეს არის გლობალური დათბობის ხილული ეფექტი ხო? ძალიან ცხადი და
არ ვიცი რამდენად უნდა გავამხნეოთ ან მივიცეთ სტიმული რომ რაღაცა შედით ამ ხეობაში და თუმცა იქ ძალიან ბევრი საინტერესო. ანუ უფრო საინტერესო საშიშია ქვათა ჩვენის გახშირებული შემთხვევების გამო. ბევრად მომატებული არის ეს რისკი და ალბათ თუ ვინმე იფიქრებს და დააპირებს ამას დაიწერება კიდევ უფრო დაიწერა ალბათ კიდე დაიწერება მაგრამ ხო ეს რისკები ყველამ უნდა გაიაზროს. ეს გლობალურ დათბობას მე მგონია რომ ერთ-ერთი ჯგუფი ხალხის ვინც ყველაზე თვალხილულად ხედავს სწორედ თამსვლელები ხართ ხო იმიტომ რომ ყველაზე ხშირად მყინვარებთან ურთიერთობა თქვენ გაქვთ და ახლო იგივე ამ მწვერვალების სტრუქტურის დაშლას ანცვლებას წლიდან წლამდე შეიძლება უფრო კარგად ამჩნევდეთ ვიდრე ის ხალხი ვინც ქალაქის ქუჩებში ურბანულ გარემოში ატარებს ზამთარსაც და ზაფხულსაც ხო ძალიან მხცოვანს ვერ იტყვის თქვენზე ადამიანი მაგრამ გამოცდილი თამსვლელი ხართ ხო აი რო დაიწყეთ ამ თაში სიარული იქიდან აქამდე თუნდაც ჩვენი ადგილობრივი მწვერვალები ძალიან შეცვლილია აი შედარებას რო ვაკეთებ ამ თუნდაც ჰიმალაების ან ჩვენი კავკასიონის რა მაინც უფრო მეტი ცვლილება უფრო იქ ჩანს შეიძლება მასშტაბებიდან ჰიმალაებში შეიძლება მასშტაბებისგან გამომდინარე მაგრამ ჩემი პირველი ნაბიჯებიდან რაც მახსოვს ჩვენი კავკასიონის მოკლედ ეს ცვლილებები აშკარად ესაც საკმაოდ ცხადი სურათია და უბრალოდ ამას მე მგონი ვერაფერ ვერ შეაჩერებს ეს პროცესი ხო შეუქცევადია სამწუხაროდ რა და თქვენ გიწევთ უსაფრთხოების განსხვავებული ნორმების მიღება ან უფრო გრძლად დაგეგმვა მარშრუტების თუ აი როგორ უწყობთ ფეხს ამ შეცვლილ ბუნებას უბრალოდ აი მაგალითად რაც გავლილია მარშრუტები და შეიძლება რაც შეიძლება კლასიკურ მარშრუტებადაც უკვე ცნობილი არის რა მინიმუმ ამაზე დაფიქრება არის უკვე საჭირო ეს ცვლილებები ეს მომატებული რისკები რაც არის შეიძლება ქვათაცვენაში გამოხატული თუ ყინულწვენაში თუ ზღვებში ეს ალბათ ამ კლასიკურ მარშრუტებზეც აი კლასიკური მარშრუტებით შეიძლება შესაძლებელი იყოს რა თქმა უნდა და უბრალოდ ის მომენტი არ არის რომ ეს უკვე გავლილი არის და ბევრჯერ გავლილი არის სულ მუდამ იყოს იმაზე აქცენტი რომ ეს საფრთხეები მომატებულია და ამაზე ფიქრით უნდა წახვიდე თუ ვინმე წავა. ერთია ეს თამსვლელის რუტინა, ხო, რაღაცა იმზადები ფიზიკურად, გონებრივად, არ ვიცი, სულიერად იკიდებს ჩვენ ზურგჩანთას და მიდიხარ და მეორეა მე რა რჩება ამ ექსპედიციიდან. არ ვიცი, აი თქვენ, იმიტომ რომ სტატიებიც ხო მზადდება ხოლმე მე და ანუ რაღაც აღწერითი ნაწილიც მნიშვნელოვანია, შემდეგ ვინ შეიძლება დაინტერესდეს ამა თუ იმ მწვერვალით თუ გზით, იგივე სიმაღლესთან დაკავშირებული უზუსტობები თუ არსებობს. აი რა საინფორმაციო იმას ტოვებთ კვალს სხვა მწვერვალზე ასვლის შემდეგ, როცა უკან ბრუნდებით. საინტერესო არის, რომ ბაქარიც ჩენერი ტიპაჟი არის. უბრალოდ ჩვენი საწყისები რომ ახსოვს რა, ზოგადად ფოტოს გადაღებაც იმდენად უნიშნელო იყო ჩვენთვის, რომ რა ვიხ ჩვენი პირადი და ხო, რომანტიული უფრო მეტი ის ქონდა რაღაცნაირად რა. მაგრამ არჩო განსხვავებულად იყო არჩილი თავიდანვე ეს პასუხისგებლობა თავიდან ყველაფერს იწერდა რომელიც ეხლა ჩვენ გავიაზრეთ უფრო არჩილს ქონდა გააზრებული და მე უფრო მივხვდი და მოვიდა რომ უბრალოდ ეს რა მარტო შენთვის არ არის რა ძალიან მნიშვნელოვანი არის ბევრი შეიძლება არანაცნობისთვისაც უცხო ადამიანისთვისაც ამ ყველაფრის თუნდაც გაზიარება და ჩვენება როგორც შეიძლება მოახერხო რა და ეს რაღაცა დროის მერე უფრო მოვიდა ამის რაღაცა პასუხისგებლობა რაღაცა უფრო ჩვევაც ალბათ ხო როდესაც არ ხარ ჩაინიშნო რაღაც ხო აი გადაღებაზე უფრო ვცდილობთ რომ რაღაც ეს ინფორმაციები რომელიც სტატიები რომელიც იგივე აჩო იყო წამყვანი ამ შემთხვევაში წერაშიც ეს იშვიათი ის არის როცა საღამოზე მოვიდა და გამახსენდა რომ არჩილი იყო ადამიანი რომელიც თაში იყო ამ თაობაში გამორჩეული მთამსვლელი და მეორე მხარე რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც ამ მეორე გაზიარებას ამ წერას თუ ამ საზოგადოებაში გატანას უკავშირდება ეს არჩილის საქმე რა ეს
რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეხლა თუ ვინმე რამე გაიგო და იცის სწორედ ამის მიზეზები არა. და თქვენ ეს მარტივად გადმოიბარეთ თუ აი უფრო პასუხისმგებლობა გაიძულებთ, რომ რასაც ისაკეთებდა, თქვენც გააკეთოთ. თუ აი მიხვდით, რომ თქვენც შეგიძლიათ ჩანაწერების კეთება და ამ ინფორმაციის თავმოყრა და სტატიებად ქცევა. საინტერესო ისე რომ ერთმანეთს ვამხნევებთ ხოლმე. ეს რამდენად შეგვიძლია და რეალურად არის ეს გამოგვდის ეს ალბათ მე გამოჩნდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სურვილი გაჩნდა რომ ხო ანუ შენ ასვლებზე ან შენ უნდა დაწერო, ან შენთან ძალიან ახლო დაკავშირებულ ადამიანმა, ისე შენთან დაკავშირებულმა და შენთან გაზიარებაში, თორე სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ შეიძლება ლამაზი სიტყვებით ვიღაცამ ბევრად კარგად დაწეროს, მაგრამ სრულიად სხვა რეალობა იყოს სინამდვილეში. და ეს გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე მგონია, რომ რაღაცა უცნაური სპორტი არ ვიცი, თან სპორტსა და ცხოვრების წესს შორის არის, მე მგონია ეს თამსვლელობა, იმიტომ რომ უმაყურებლო სპორტი, ანუ არავინ არ იცის სახლიდან რომ გადიხარ, სანამ უკან დაბრუნდები, რას აკეთებ, მით უმეტეს თუ ბევრ ფოტოსაც არ იღებ და ხა იქიდან გზა და გზა ალბათ ვიდეოებს არ პოსტავ. სად ხარ, როგორ ხარ და ანუ რაღაც მარტო ხარ ადამიანი ამ შენ გამოწვევასთან და ბუნებასთან, ხო? ალბათ ვინც მაგ გზას ირჩევს, იმიტომ ირჩევს, რომ დიდად არ უნდა, ხო, მაყურებლიან სპორტში მონაწილეობა. აი როგორ წყვეტთ ხოლმე რა არის თქვენი ნაწილი, თქვენი პირადი ამბავი ამ თავგადასავლიდან და რა არის ის, რაც შეგიძლია სხვებსაც გაუზიარო. გემეტებათ ხოლმე ყველაფერი გასაზიარებლად? მე მგონი ვერავინ ვერ დაძლევს მაგ გულისხმობ იმ ვალდებულების აღებას ყოველ შემთხვევაში მე წარმოუდგენელი მგონია რომ ძალიან პირადია შენთვის ის ვინმე მოგთხოვოს და იმის გაზიარება. მე მგონი ეგ ხო თუ შენთვის მნიშვნელოვანი რომ გააზიარო, რა თქმა უნდა, გააზიარებ, მაგრამ რაღაცა ყოველთვის იქნება, რომელსაც დაიტოვებ და ეს ძალიან ბუნებრივია. თუმცა გარკვეული პასუხისმგებლობები გვაქვს ჩვენი იგივე ფედერაციასთან, იმიტომ რომ ფედერაცია ჩვენი ძირითადი სპონსორი ამ ექსპედიციების და რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ფედერაციის გავლით საზოგადოებასთან მიდის და ვრცელდება, რა თქმა უნდა. და აი რა არის ხოლმე რისი გაზიარებაც გინდათ ალბათ ყველა ასულაზე სხვა რაღაცაა. სხვათა შორის პროტესტი არის ერთ-ერთი, რომელიც ამ თანამედროვე დამსვლელობის ესეთი ტენდენცია არის, რომ ეს გადაღება, იგივე ინტერნეტ კავშირი როგორც წესი შეიძლება რა, მოახერხო იგივე საკმაოდ ისეთ ველურ გარემოში და ამის მოკლედ ცოტა უცნაური დამსვლელების მუდმივი გაზიარებები, რომელიც ფიქრობ, რომ ცოტა რეალობასთან ცოტა სუბიექტურია ხა ამას ვამბობ, მაგრამ რეალობასთან ასწრილი რაღაცა გაზიარებების და ნამდვილი დამსვლელობის რაღაცა გარჩევის ეს მომენტები მაქვს რაღაცა. ანუ შოუთ მოყვარულები როცა აქცევენ იმას, რაც თქვენთვის სპორტია, ეს არ მოგწონთ. სწორად გავიგე? სწორად გაიგე კი და დღევანდელი დამსვლელობა ალბათ სავსეა ამით, იმიტომ რომ უბრალო ადამიანებისთვის ძალიან რთულია გაარჩიო ხა სად რეალური მომენტებია და სად შეიძლება ცოტა ხელოვნური და ფიქრობ რომ ერთ-ერთი მიზეზი ჩემი რატომაც ხა შეიძლება შევეცადო ამის გაზიარებას შეიძლება იყოს ეს ზუსტად რომ რაღაცა სინამდვილეში შეიძლება რაღაცა ნამდვილი სურათი აჩვენო, რამდენად გამოგვივა არ ვიცი. მე ვფიქრობ ყველაზე ნამდვილ კადრს ალბათ კადრში ვერ ჩასვლა. მგონია რომ მე ყოველ შემთხვევაში ვერ წარმომიდგენია ვიღებდე ჩემ ისეთ პირად ემოციას რაღაცა და ის კადრში გადმოვცე, ყოველ შემთხვევაში მე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. შეიძლება მაგას კიდე სხვა ოსტატობა და უნარი უნდა, თუ შეუძლებელია. იცი რა, შეიძლება იმასაც უშვებ, რომ ვიღაცა გულწრფელად მოახერხოს ეს, არა, მაგას უშვებ, მაგრამ ალბათ ძალიან იშვიათი შემთხვევა იქნება ეს. გიორგი, როგორ გონიათ ეს პაკისტანის გასვლები, სამი მწვერვალის აღება, ოქროს წერაყინის მორიგჯერზე მოპოვების შესაძლებლობას გაძლევთ? არ ვიცი როგორ იქნება. წარდგენილი გაქვს? იცი რა, ნომინაციაში რო იქნება ეს ზუსტად ვიცით, მაგრამ რამდენად იქნება ჟიურის ფავორიტი, ხო, ნახოთ რა, მე ვერ ვარ ეგეთი, ასე ვთქვათ. მოკლედ ჯერ კიდე ჯამდება, რაღაც ასვლებზე არის საუბარი.
ხო და როგორც თქვი, ჩვენს უბრალოდ მეგობარს, არჩილის მამას თუ დავისესხებით, ჩვენ ერთ-ერთ ტოპ 3-ში ჯერ კიდევ ხო ჩდებით, ასე ვთქვათ, ამ კრიტერიუმებში. როდის უნდა იყოს შედეგები? ეცინება მომავალი წლის ზაფხულში? მოკლედ წლის ბოლოსკენ, იმიტომ რომ წინა წლის ასვლებზე ხდება აქცენტი ამ დროს. ანუ შემდეგი წლის ბოლოს 26-ში გავიგებთ 25-ის. და ეს ჯილდოები მნიშვნელოვანია, თუმცა მაინც გამოცდილება და თავგადასავალი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის. ალბათ არ ვიქნები ხო ორიგინალური. მე მგონი თამსოილისთვის თავარი ჯილდო ის არის, რაც უკვე გავდა თავგადასავალი და შვიდობით დაბრუნება არის თავარი რაღაცა მადლიერების გამოხატულება. დანარჩენი სიმბოლურია და სხვათა შორის ალბათ კარგი გამოხატულება ამ ბიოლედიორის ოქროს ერაყინის იდეა, რომელიც არა რაღაცა შეჯიბრებითობის პრინციპი არის, არამედ რაღაცა უფრო რაღაც საერთო ზეიმის მსგავსი და ის კონკრეტულად არ არის გამორჩეული, რომ ის რაღაცა პირველზე გავიდა და რაღაცა მეორეზე და მესამეზე და რაღაც გამორჩეულ ასლებზე აქვთ აქცენტი და ამ რაღაცა იჩევენ, რაღაც ცოტა რთული პროცესია ესაც, მანდა ცოტა ირონია მაქვს. კრიტერიუმები არ არის საკმარისად ისა? აი როგორ შეიძლება წარმოვიდგინო ხა შენი რაც უნდა დამსველი იყო, რომ ეს რაღაცა მოკლედ ეს დიდ მნიშვნელოვან ასლებზე რაღაცა შეაფასო და იმიტომ რომ შენ ხო დისტანცირებული ხარ ამ ყველაფრისგან. რა თქმა უნდა შენი გამოსილებით და შენი თამშრომლები აფასებენ. რა თქმა უნდა, ესეთი ელიტ თამშრომლების ჟიური არის, მაგრამ მაინც ცოტა რაღაცა ირონია მაქვს ხოლმე. გადმოვიდეთ ჭიუხებზე. სადაც იყავით პაკისტანის მერე, ოქტომბერში, ხო? კი. და ჭიუხები, ესე წავიკითხე, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჭიუხები კარგად ათვისებულიაო, აუთვისებელი საჭიხვოების კლდეებში იპოვეთ მწვერვალი, რომელზეც ახვედით და რომელსაც არჩილ ბადრიაშვილის სახელი დაარქვით. ეს როგორი ამბავი იყო? მოკლედ ამბავი იწყება შარშანდელი ამბავი არის, როცა თემო ქურდიანი, ბაქარი იგივე და ჩვენ სამეულმა რაღაცა ისევ აჩოს წასვლის ის არის პერიოდია და გვინდოდა რომ რაღაცა კიდევ უფრო ჩვენი რაღაცა პირადი გასვლით კიდე ჩვენი რაღაცა ემოციურიც და რაღაცა თითქოს რაღაც ერთობლივი ჩვენი ამოსუნთქვის რაღაცა გასვლა იყო რა. ჭაუხი რა თქმა უნდა საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენთვის პირველი ნაბიჯები შეიძლება ბევრი არა მარტო ხო, ჩვენთვის ბევრისთვის არის პირველი ნაბიჯები ჭაუხი და თუმცა ეს მეორე მხარე ხევსურეთი როგორც აღნიშნე არის სრულიად ისეთი ველური ჯერ კიდევ ცოტა უცნაურია. ბევრი არ გვიფიქრია ეს აზრი რომ ხევსურეთის მხრიდან წავსულიყავით საინტერესო საჯიხვეების კლდეებზე როგორც ადგილობრივები ეძახიან. შეგხვდათ ჯიხვები? ისა კვალი შევხვდა უბრალოდ. და მოკლედ ისე გამოვიდა რომ ახალი მარშრუტი ვიარეთ. იქვე ჩვენს აწყვე გავლილი მარშრუტის გვერდზე და ისტორია დაიწყო იქიდან, როცა ასვლაზე და დაშვებაზე უკვე ძალიან ცხადი სურათი იყო, რომ რაღაცა ძალიან გამოკვეთილი დაიყო და რაღაცა ჩვენი კიდე რაღაცა გამგულის გამოძახილში ძდებოდა, რომ რაღაცა აჩოს სახელზე შეიძლებოდა ამის გაკეთება, ასვლის გაკეთება და თუ ყველაფერი კარგად ჩაილვიდა, რატომაც არა რა. ზოგადად სახელების დარქმევაში ყოველთვის ძალიან ისეთ სიფრთხილით და დავშეკავებული მიდგომა ქონდა და გვაქვს ეხლაც. ზოგადად ცოტა ირონია ქონდა ხოლმე ჩვენ, რომ ბევრი სახელები და მარშრუტის სახელების ძალიან ჩვეულებრივი წესი არის. ხო, იმიტომ რომ ხო გორჩეული შვილი რაღაცა თიკანაძე სხვა მწვერვალები. კი. მე ვაბობ გლობალურ მასშტაბს გულისხმობ და არა მარტო კონკრეტულად საქართველოს. სახელების დარქმევა მინიჭება ჩვეულებრივი ამბავი არის და ხდება, ეხლა რამე ისაც არ არის. თუმცა ჩვენ მაინც რაღაცა უფრო დავშეკავებული ის ქონდა ყოველთვის. ბევრი ახალი გზა, ახალი ასვლა, პირველ ასვლა თუ გაუყოლავი გზები დაგროვდა, მაგრამ აქამდე ისე მივედით, რომ რაღაცა კონკრეტული ეხლა სახელი რო დაგვერქმია რამისის არ ყოფილა და ესაც ალბათ სიმბოლური არის, რომ აჩოს პირველი მწვერვალი არის ჭაუხში, ჩეულიშვილის მწვერვალი
მეც დავაზუსტე ხან დავაზუსტე ეს ინფორმაცია და ჭაჭოს სახელობის დაიქნება, რომელიც რა თქმა უნდა ხელისუფლებასაც ძალიან გაუხარდა და დიდი რაღაცა ხარდაჭერა გამხნევება მიგზენით ამ ამაუში და არა მარტო რა ძალიან ბევრს ჩვენს ქვეყანაში. ხო, ეს მე მგონი კარგი გზაა მეგობრის სახელის უკუდავ საყოფად თუ შეიძლება ესე ითქვას, როცა მწვერვალს ქვია, მაგრამ ეს ირონიული დამოკიდებულება სახელებზე რატო გაქვთ? საჭიროთ ართვლით თუ ზედმეტი გონიათ თუ რაღაც თქვენ თავისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება არ გინდათ? თუ ეს რაღაც ყურადღება გაწუხებთ, რომ რაღაცა ისეთი გავაკეთეთ, რომ ხა სახელი დავარქვათ. ალბათ ცოტა მაინც ყველა რაც ხაზი გავასვა, მაგრამ თავარი მაინც ალბათ ის შეგრძნება, რომ რაღაც ზედმეტი კიდე შეიძლება შენი ჩარევა არის უფრო რაღაცა ბუნებასთან თუნდაც რაღაცა მაინც მოკლედ ჩვენ ძალიან რომანტიკული ნავსვავებიდან მოვდივართ მაინც და ხო რაღაცა მაინც საკრალური მთა როგორც ასეთი რა ყოველთვის რა თქმა უნდა ეხლაც რჩება და ეს ალბათ თავი მიზეზი რომელიც შეიძლება გქონდეს. ცისადმი რომანტიული დამოკიდებულებაა რაც გატარებთ მთებში თუ შენი თავის დაძალების გამოცდის ახალ-ახალი სურვილები? იცი რა მეგონი ძალიან დიდი ხანი შეგვიძლია ვილაპარაკოთ და მაინც ვერაფერს ვერ გავიგებ. ინტერესი რა თქმა უნდა, ინტერესი საკუთარ თავთან საკუთარ თავის აღმოჩენების სულ მუდმივი რა. ხო შეიძლება რომ რაღაცა ერთხელ წახვიდე ან ბევრჯერ წახვიდე და მე იკმარო ეს შენი აღმოჩენა პირადი რა. მაგრამ ეს რაღაცა ეს მუდმივი რაღაცა უწყვეტი ის არის რაღაცა პროცესი არის. და რა თქმა უნდა ამ ბოლოს კიდევ ხალხი მინდა გავუსვა იმას რომ არა მარტო შენ იღებ მე ამ რაღაც მნიშვნელოვანს ხო ამის მე როგორც გამზიარებელიც ხდები რა გარდა იმისა რომ ის მძიმე შეიძლება რაღაცა შედეგებიც რაც გვაქვს რა გარშემო ხო მაგის და მიუხედავად გააზრებულად ფიქრობ რომ გვიღებს ამ ყველაფრის მიღება და რა თქმა უნდა შენ თავთან და არა მარტო შენ თავთან ამ ყველაფრის გაზიარება მე შენს გარშემო და ძალიან ხო ეს მასშტაბურადაც შეიძლება წარმოიდგინო. აი წინას სტუმარი იყო ფსიქოლოგი ჩვენი რომელიც ამბობდა ელენე ჯაფარიძე რომ ადამიანები როგორც წესი ცდილობენ რომ თავის თავს გაიქცნენ და ნუ აი ფსიქოთერაპია არის ადგილი სადაც შეგიძლია შენ თავს შეხვდე და ნუ ბევრი ამაზე უარს ამბობს რომ თავის თავს შეხვდეს. ხო და თქვენ შემთხვევაშიც მე მგონი მთა არის ეგ ადგილი სადაც შეგიძლია შენ თავს შეხვდე ხო შენ შიშებს რაღაცა უნარს რომელიც გეგონა რომ არ ქონდა მოთმინებას ნებისყოფას არ ვიცი ბევრ ამას. ხო და აი მაგასთან როგორ ურთიერთობთ უფრო გაფრთხობთ ხოლმე რომ თქვენ თავს შეხვდებით თუ სიამოვნებით მიდიხართ რომ აი ჩემ თავს ერთი წლის მერე როგორ შეცვლილა აღმოვაჩენე ხა. ზო დადებითი კუთხით მახსენდება ეხა ჩვენი თავები არა მარტო ჩვენი რა ივე ჩვენი სამეულის ბაგარის თემოსი თუნდაც რავი აჩოსი და საინტერესო ის მომენტებია რომ ის აღმოჩენა ყოველ შემთხვევაში ხა რაც მომდის რომ რეალურად არ ვართ რაღაცა ისეთი აქტიური რაღაცა ტიპაჟები ან ჩვენს საზოგადოებაში საქართველოში ჩვენს ახლო გარემოში ყველა გვიცნობს რაღაცა ცოტა საუბრობთ არ ვართ ეგეთი რაღაცა გამოხატულებით აქტიური გამოხატულების ტიპაჟები მაგრამ აღმოვაჩინე რომ იქ თუნდაც დიდ საბაზო ბანაკებში სადაც ბევრი რაღაცა რაღაცა საერთაშორისო ესეთი ექსპედიციები ადამიანები არის თავს ხო აღმოჩნდა რომ ჩვენ ვართ ზეაქტიური რაღაცა ძალიან უცნაურად გამოკვეთილი ტიპაჟების არ ვიცი რა ის არის რაღაცა ხმაურით თუნდაც რაღაცა მხიარულობით შეიძლება ჩხუბითაც არის ეგ მომენტებიც ყოფილა ხო და ეს განსხვავება ძალიან საინტერესო აღმოჩენა იყო ჩემთვის რომ უფრო დადებით მაგალითად ყველაზე ძლიერი ხა შეპებს თან სიმაღლეზე ვერ ვიყო ალბათ სოფლიოში ზოგადად ბუნებამ მისცა ეგეთი უნარი და შესაძლებლობები მაგრამ საინტერესო იყო როცა 8000-ზე ჩვენ ღვინის დალევას რო ვიწყებდით ჩერპების რეაქციები Nanga Parbat Radio FM 6050. Hope you are dealing with Christmas conditions well. Over.
ჯო სიმაღლეა თუ სიმცვრალეა? ორივე ხო? ჯო ყურადღებით. ხიარული კადრები გვაქვს იქიდან, ნახე, რაც მე წარმომიდგენია, რომ იქ რო ავა ადამიანი ხიარულების თავი აღარ ექნება და თქვენ რაღაცა სიმღერით და სულ ცდილობდით, რომ მაინც ბევრი მძემეა, სიმძიმეებია, ბუნებრივად რა, იმიტომ რომ ხა არ არის ეს სეირნობა, ხო? ბევრი შეიძლება ტანჯვასთან გაიგებული რაღაცა შეგრძნებებიც არის, მაგრამ ანუ ეს არის ბუნებრივად, ისედაც არსებობს და ამის კიდე ხა რაღაცა ამაზე აფიშირება და კიდე ხაზგასმები მანდაც სულ ის ქონდა ხოლმე რა, რომ არ არის რა ზედმეტად კიდე საჭირო და ეს დაბალანსების ის ბევრად ვფიქრობ, უფრო საინტერესო იყო და აი რას აღნიშნე, ჩანს ხოლმე ალბათ ჩვენს თუნდაც რაღაც კადრებში. ზედ ბოლოს ხივებით ბანებიურებს ამინდი ირევა და დაახლოებით 100 მეტრში მწვერვალია. ვართ ახლა 5100-ზე. ნახე GPS. ტანჯვისა და ბედნიერების პროპორცია როგორ არის აი რაღაც დიდ მწვერვალზე რო ადიხარ? რამდენი პროცენტია ტანჯვა? გააჩინა მწვერვალებს და მარშრუტებს. საშუალოდ. თუმცა მე მაინც გონია რომ რაც არ უნდა ტანჯვაც აღებული გავზომოთ ან ბედნიერება, მე მგონი მაინც ბალანსისკენ მივა ეს ყველაფერი. ნახევარზეა? ვფიქრობ, რომ ის შეიძლება რაც გაიღე, რადგან შეიძლება მე ტანჯვა დაარქვა, ის შეიძლება უკვე რაღაცნაირად გათანაბრებული იყოს იმ რაღაც დადებითი, რაც მე მიიღე იქიდან. თუ ტვინი აკეთებს ფილტრაციას, რომ ბედნიერება უფრო კარგად დაგრჩეს და ამ ტანჯვასაც ბედნიერების მაშენებელ ნაწილად აღიქვა. ყოველ შემთხვევაში ეს ტანჯვის და ეს წვალების მომენტები ნაკლებად რჩება. ტვინში. ხო, შენში კი. ეს შეგრძნებები არის ტანჯებით. ალბათ, იმიტომ რომ აი რთული ასლებით ალბათ რომ გავიხსენო, გამიჭირდება რომ თქვა რომ რაღაცა ხო იქიდან ის ცუდი ემოცია დამჩან რაღაცა. ხო, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება ისაც გაიარეს რთულებიც რა. უფრო დადებითი რჩება ვიდრე ის რაღაცა. და ყველაზე რთული რა იყო, რაზეც ასულხართ? ყველაზე რთული კავკასიონზეა სხვადასხვა საინტერესო. არის გამოკვეთილი ის ორი ასვლა, ძალიან საინტერესო ფილმი არის ზამთრის შხარაზე ასვლა. ორნი ვიყავით მე და არჩილი და რეალურად სამნი ვიყავით, იმიტომ რომ ბაგარს ტრავმა ჰქონდა და იწვა და ვერ შემოგვიერთდა და სულ ის შეგრძნება იყო რომ ჩვენ სამნი ვიყავით და მოგესალმებით ბიჭები შხარის მწვერვალიდან ზამთარი არის ხვიათ ეს 10 თებერვალი იმაზე გიცხრა არ ვიცი წაცივა ხამეა ბედნიერები ვართ რომ ამოვახციეთ შენასით გიგია ბედნიერები ვარ და ბედნიერები იქნებით ეხლა რო ჩავალ დაბლად შუტო მართალია ჩვენს მოგითხვა ყველა შხარიდან ჩვენს ყველას ვაკარას მოგითხო ვაკარას შეჩვეთა ხარ
რაღაცა საინტერესო, ისეთი თითქმის ნახევარი თვე გამოვიდა მარშრუტზე. ცოტა ის იყო რაღაც, ცოტა სიგიჟეები, მაგრამ აი მანდაც ეხა რა, რომ ვიხსენებ, ბევრად მეტი დადებითი მოდის, ვიდრე ის რაღაცა ის ტანჯვის ნაწილი. ტანჯვის ნაწილი. და ეხლაც გაქვთ ხოლმე თქვენ და ბაქარი ერთად რომ მიდიხართ, ეგ შეგრძნება რომ სამი ხართ? და რჩილისო თქვენთან ერთად არის? ძალიან კაი კითხვა არის, იმიტომ რომ ზუსტად ეგ გავიხსენეთ რაღაცა ბიჭების საღამოზე, რომელიც იყო რამდენიმე დღის წინ თბილისში და მე მგონი სვანეთშიც. კი, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საღამო იყო ბიჭების. ზუსტად ეგ ისტორიები ძალიან გავს ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს შეგრძნება ეხა, რაც როგორც ეხა გავიხსენე შხარის ასვლაზე იყო ამ ჩვენს ჰინდიკუშის ჩვენს ექსპედიციაში თითქოს ძალიან ბუნებრივად სამი ვიყავით ჩაბმაში და რაღაც საინტერესო რაღაცა დადებითი და რაღაცა ისეთი არა ტრაგიკული. ხო. თუმცა ხო რაღაცა მაინც პირაზე ალბათ რაღაც მაინც აზერებ რაღაცას დავიტოვებ. ხო, მე არ მინდოდა რომ ეს სენტიმენტალური ინტერვიუ ყოფილიყო, უბრალოდ მგონია რომ აი სამი ადამიანის დაკარგვა 2 წელიწადში მოხდა, ხო, მნიშვნელოვანი მთამსვლელის თქვენთვის ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობთ რომ თქვენი თავი სერიოზულად არ აღიქვათ და მიღწევებსაც ესე რაღაცა ცოტა ირონიულად უყურებთ და დიდად ეს გაზიარება არ გიყვართ, ალბათ რთულად გადასახარში ამბავი იქნება მით უმეტეს, როცა კვლავ ბრუნდებით იმ ადგილებში, რაც ერთად გაგივლიათ და ეს პასუხისმგებლობაც რაც გადმოიბარეთ, რომ რაღაცეები შეგეძლოთ ერთად გაგევლოთ და ახლა მათ გარეშე უნდა იაროთ, ალბათ არ არის მარტივი ამბავი. იცი მარტივი არაფერი არ არის. რაღაცა გამორჩეული ხალხი არის. ამ სამეულზე კონკრეტულად, იმიტომ რომ ბოლო ხანს მაინც ამაზე არის ყველაფერი რაღაცა გადართული და ნიკო იგივე თავისი საქმით, რომელმაც რეალურად შეცვალა ეს რაღაცა გიდის რაღაცა აღქმა და გაგება, რაღაც სხვა სტანდარტზე გადაიყვანა ნამდვილად. თუ ხო, ყველა ვხედავთ ამას და ძალიან ვაფასებთ. გინდა ეხა ეს შენ? ვიკინებარემ და 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, drop. გინდა, აბარ გინდა! ვუჰუ! Hadi. Fucking line, man! აჩო იგივე რომელიც თავისი სიტყვა თქვა, დიდი სიტყვა თქვა თამსვლობაში, ქართულ თამსვლობაში და მსოფლიო თამსვლობაში. და ვანიჩკა, რომელიც ძალიან თავდაბალი კაცი, რომელიც ალბათ ეხლა გაიცნეს, რომ თამსველი ყოფილა თურმე ვანიჩკა, საკმაოდ თულ გზებზე ადიოდა. კი, სხვა როლით უფრო იცნობდა მე მგონი ხალხი. კი, და ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ ხო რა. ესეთ ადამიანებსაც საუბარი და მით უმეტეს როცა უკვე აღარ არიან ბიჭები. გიორგი, ამ ორი გასვლის გარდა, რაზეც ვილაპარაკეთ, ჭიუხების და პაკისტანის ჰქონდათ კიდე წელს რაიმე კარგი ნადავლი. ჯერჯერობით ამაზე ინფორმაცია არ არის საჯაროდ გავრცელებული, მაგრამ დროულად იქნება. ეს ალპებში ვიყავით, ალპებში რეალურად ჩვენი ჩასვლა, ჩემი ალპებში ყოფნაც რაღაცა პირველად იყო, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ პირველად კი მანამდე ქონია სლოვენიის რაღაცა შეკრებაზე ვართ, რაღაცა მნიშვნელოვანი სავარჯიშო შეკრება იყო, მაგრამ როგორც ასეთი ალპებში, მაინც შუაგულ ალპებში ეგრე პირველად მოხდით.
და რომელ ნაწილში იყავით? შამონიში ვიყავით და საინტერესო არის რომ ზოგადად ალბები იმდენად ათვისებული არის, ყოველი გოჯი, ყოველი რაღაცა წერტილი არის ცოტა ზედმეტად ათვისებული რა, ცოტა უცნაური არის ჩვენთვის რაღაც შეგრძნებაც რომ ყოველ რაღაცა წერტილზე თუ ადგილზე სადაც მიხვალ სულ რაღაცა საცობები ხდება. არა, უბრალოდ ეს რაღაც კომუნიკაციები, საფაგიროები, რაღაცა ჰატები, რესტორნები შეება მწველზე და ცოტა უცნაური არის ჩვენთვის ეს ინფრასტრუქტურა. ხო, ცოტა ნამეტანი არის. მაგრამ საინტერესო ისტორია არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ, ოღონდ ისე რა, გაუაზრებლად, მოვახერხეთ, რომ სრულიად არასეზონზე მოხვდით იქ. ოღონდ ეს დაგეგმილი არ იყო, თავისით მოხდა ესე. ყოველგვარი ასე ვთქვათ, საბაგირო გაჩერებული იყო და ისე აღმოჩნდა, რომ თაზეც მარტო ჩვენ ვიყავით, ესაც იშვიათი შემთხვევა არის და მოკლედ კარგი საინტერესო ალბათ თავარი შეიძლება ისაც ახლა უნდა ვთქვათ, რომ ახალი მარშრუტი გავიარეთ. მორიგჯერზე. შუაგულ ალბების ცენტრში და ძალიან ისეთია რა, დადებითი ისეთი ხალისი ასლა არის. იქაც იყო ქვათაცვენები და ისეთი საფრთხეები გლობალური დათბობის შედეგები. სამთრისპირული არის და ამ დროს მაინც ნაკლებად. ჩრდილოეთის ფერზე ვიყავით ჩვენ და აქ მაინც ეს იცივე ყოველთვის მაინც ქვათაცვენის რისკებს კონკრეტულად და ხო სხვა საფრთხეებს უფრო აკავებს. და გიორგი, ამ აი რაც თქვით წეგან, რომ გაწუხებთ რაც თაში სადაც წესით სიმშვიდეს უნდა ელოდოს ადამიანი და ამის საძიებლად მიდიოდეს, შარლატანები შეიძლება ვუწოდოთ, რაღაცა მოყვარულები, რომლებიც გასართობად თუ რაღაც სენსაციური კონტენტის გასაკეთებლად მიდიან, ხო? ამ დაჩქარებულ და უცნაურ სამყაროში, სადაც არ ვიცი, ინფლუენსერების და ყურადღების დეფიციტის და ასკეტიზმის დეფიციტია მოკლედ. როგორ აღიქვამთ თქვენ თავს რაღაც ხშირად გაქვთ ხოლმე განცდა რომ შეიძლება დინების საწინააღმდეგო აღდგოთ მიდიხართ და რაღაცა ფართო მასებისთვის გაურკვეველ რამეს აკეთებთ თუ პირიქით სწორედ ეგ არის თქვენი გზა რომ შეინარჩუნოთ თქვენი თავები. მე მგონი ორივე აზრი ახლოში არის რა. იმიტომ რომ ხო ამ რაღაცა ცოტა ხელოვნურობას ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაუპირისპიროთ რეალური ჩვენი რაღაცა ამბავის თუნდაც დაფიქსირებით ან გაზიარებით ეს ბოლოს უფრო რაღაცა გამიმძაფრდა ამის შეგრძნება. იმიტომ რომ ეს განსხვავება მართლაც დაიკარგება და წაიშლება, იმიტომ რომ ზოგადად რთული არის ვინც არ არის ახლოში რომ ეს რაღაცა ზღვარი ნახოს ან განსხვავება დაიჭიროს საზოგადოებისთვის. ეს მომენტი რომ საკუთარი თავი შეინარჩუნო და პლუს კიდე ეს ამის რაღაცა ჩვენება და რაღაცა გაზიარებაც მოახდინო ძალიან რთული პროცესი არის, საკმაოდ რთული არის და იმასაც ხვდები, რომ რამდენად შეიძლება კიდე რაღაცა სტიმულებმა ცალკე წაგიღოს და ხო შეიძლება გადაკაჭოს ანიკით, ხო, ანაკით. და სულ ბალანსი არის ამაზე, შენ თავთან ჭიდილი არის აქაც რომ რაღაცა ხო შენ თავი რაღაცა დაიჭირო ალბათ. რა თქმა უნდა, ესაც შენი სრულებიდან გამომდინარე არის რა. თუმცა ზოგადად ამ ყურადღებას იმხელა მაგია აქვს, რომ მაინც საკმაოდ საფრთხელო მგონია და მე ცოტა მაგასაც თავისი ადრენალინი აქვს. მე უფრო ეგრე არ უყურებ, მე უფრო რაღაცა როგორც საფრთხეს ეგრე უყურებ მეცილად ვიდრე ის რომ რაღაცა სიკეთოს ვერ ხედავ თამაში. კი. ისევ ამ შეშლილი სამყაროდან გამომდინარე, წლიდან წლამდე იზრდება თამსვლელობით და ინტერესებულთა რიცხვი, ანუ ის ხალხი ჩდება, ვისაც უნდა რომ რაღაც სიმშვიდეში და კაცრ გარემოში გამოცადოს თავისი თავი და განმარტოვდეს ბუნებასთან, იმიტომ რომ სხვა დროს არ ეძლევა ამის საშუალება, თუ კლებადია ეს პროფესიონალთა ინტერესი, თუ პროფესიონალად გამხდომთა რაოდენობა. საინტერესო რომ რეალურად ერთი შეხედვით რა, ეს აქტიურობა მატულობს. ანუ თემში წამსვლელთა რაოდენობა. კი, რაღაცა ბევრი ადამიანის რაღაცა სრულები აშკარად უფრო ცხადია რომ შეამჩნიო რა. მაგრამ მეორე მომენტია
რამდენად რეალურად ის ადამიანები იმ რეალური თამაშობის გზისკენ რამდენად იხრებიან მერე. თუმცა აქაც ესაც ალბათ ბუნებრივი არის რა, იმიტომ რომ კიდანაც ზუსტად ერთეულებმა ალბათ უნდა აჩვენონ მერე, რომელიც ალბათ დააბალანსებს ყველაფერს დანარჩენს რა. ხო, ვფიქრობ, ანუ პროფესიონალი თამშვლელი ისევ იმდენია, რამდენიც სულ არის ხოლმე, თუ მაინც იზრდება რაოდენობა. ალბათ რთულია მაგ რაოდენობის დათვლა. საინტერესო რომ ვინ შეიძლება ერთხელაც რაღაცა მოხდა ისეც ცოტა მარტივ მარშრუტზეც თვითონაც თამშველი, ვინც ექსტრემალურ თამშველობას ეწევა ისაც თამშველი და ზოგადად რთულია კიდე დანარჩენ საზოგადოებაში ამის გარკვევაც ეხა რეალურად. ეს აქტიური რაღაცნაირად ის გლონდებული ახალგაზრდები მაინც ჩანს და საინტერესოა რომ ჩვენც რაღაცა ხო შეიძლება არ ვართ ეს დასაკში, მაგრამ რაღაც მაინც ის პერიოდი გვაქვს, როცა უკვე ალბათ დროა რომ რაც გაზიარებაზე გქონდეს ჩვენ ამ ახალთაობაში ჩვენი რაღაცა მიხმარების მომენტები და სკოლა არის, თამშობელთა ფედერაციის სკოლა არის, რომელშიც ძალიან აქტიურად ჩვენ ვართ ჩართულები, მაქარი, ბელაშვილი, თემო, ქურდიანი, არა მარტო და ზუსტად ვიცი რომ ჩვენს ძალისხმევას არ დავაკლებთ ამ საქმეს, იმიტომ რომ ერთია შენი პირადი, რასაც აქამდე აკეთებდი და ერთია ახლა გაზიარების მომენტი, რომელიც აშკარად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამის გარეშე ეს რაღაცა ჭაჭვი ალბათ ხო შეიძლება. თუკი უნდა გადააგდო და სხვა ხალხი ჩააბა. კი. ეს ინტერესი ძალიან აშკარად გამოჩეულად ჩანს, რომ აქვთ ეს რაღაცა მისწრაფება, სურვილი, მაგრამ ერთი ვისურვებდი, რომ ძალიან უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდო ამ საქმეს, იმიტომ რომ რაღაცა მხოლოდ ეს რაღაცა დადებითი რაღაცა ემოციის მომდანი შეიძლება არ იყოს ეს და მეტი პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ ეს რაღაცა ძალიან ახალთაობას ჩვენი აზრია, რომ თითქოს ეს ზედმეტი ამბიციები თითქოს ეტყობა რა, ეს რამდენად კარგია, რამდენად ცუდი ეგ ცალკე გასარჩევია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეტი სიფრთხილე გმართებს ყოველას და მით უმეტეს ეს რაღაცა ანუ უფრო როგორც გასართობს ესე უყურებენ, ეს თქმა გააქვთ? უფრო მარტივად თითქოს რა. უფრო თითქოს მარტივად გადაწყვეტილების მიღება, მარშრუტის შერჩევა, წასვლა. უფრო მეტი დაფიქრება, იგივე რაც ვახსენეთ არაერთხელ გარემოც იცვლება, იგივე ეს კლასიკური მარშრუტებიც ძალიან დასაფიქრებელია ხშირ შემთხვევაში. ხო, მეტი გააზრებით. ხო, არ ვიცი ეს ახალთაობას, ეს ყურადღების დეფიციტი რაც აქვს და ნებისყოფის უფრო ცოტა ნებისყოფა მოკლედ ალბათ ამ გაჯეტების და ტექნოლოგიების გამო მთაში როგორ შეიძლება ეგ გადაკონვერტირდეს, იმიტომ რომ მე მგონი მაინც უფრო ადრენალინის სწრაფ გამომუშავებაზე არიან გადართულები, ვიდრე ის ხალხი, ვინც ნაკლები გასართობით გავიზარდეთ. ხო, ანუ იმდენ ყველაფრით ერთობია, იმდენ ბევრი გასართობი აქვთ, რომ მე მგონია, რომ ყველა საქმეში მეტ გასართობს ეძებენ, ვიდრე აი ჩვენ ვეძებდით. ეს გართობ ძალიან ისეთი საინტერესო ის არის თემატიკა არის. ძალიან. კი. ახლა გამახსენდა, რომ ერთი ჩვენი ახალგაზრდა მეგობარი, რომელიც საკმაოდ ისეთი რა, აქტიური გამორჩეული არის, მაგ სიტყვას ახსენებდა და რაღაცა ცოტა გამაღიზიანა, მეთქი მთაში გართობა, მეთქი რა გართობა. რაღაცა ძალიან მეუცხოვა ეს სიტყვა, თუმცა ლექსიკონში არ იყო. ხო, აი რაღაც ახალი არის ჩვენი თაობისთვის რა, იმიტომ რომ ჩვენთვის გართობა მაინც ძალიან უფრო პრიმიტიული. სადმე სხვაგან არის, ხო? ცოტა ის არის, შეიძლება იაფი. ეცაც ბუნებრივია, ეს განსხვავებაც ბუნებრივია რა. ეს ითამამეს კიდევ ერთხელ ამბობ, რომ რამდენად კარგია ან ცუდია ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლობით და გააზრებით და ხო. ხომ არის კი შემცვლელ ამბებს მე მგონი სიფრთხილე არასოდეს არ წყენს. და თქვენთვის პირადად აი არჩევანი რო იყოს, რა უფრო საინტერესოა თქვენი პირადი თავგადასავლები თუ ექსპედიციები თუ ეს სწავლების პროცესში შეგიძლიათ სიამოვნების მიღება და ინტერესის პოვნა. სრულად სხვადასხვა რამ არის. ესეც წარმომიდგენია. სრულად სხვადასხვა რამ არის. პირადი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ამისთვის ძალიან ბევრ დათმობებზე წავსულვართ ჩვენ ცხოვრებაში. აი რაზე პარემ ვიკითხო. მაგალითად ყოველთვის იყო არჩევანი, როცა შეიძლებოდა
ძალიან კომფორტული გზა ქონოდა. თან ისე რა, ლაითადაც გეულო მთაში, მაგის შესაძლებლობას ქონოდა. იგივე თუნდაც ფინანსური მხარეც, მაგრამ მთაში ესე არ გამოვიდოდა სიარული რა. და მე პირადად ვიხარია, რომ მეგონი ბიჭებსაც მათო პროექტი შეგრძნება აქვთ და რაღაც საერთო ის არის, რასაც ალბათ მე ხარ ვამბობ, რომ არ ნანობთ ამაზე, პირიქით ალბათ შეიძლება. სული გზებით სიარულს არ ნანობთ. გვიამაღება შეიძლება ითქვას რა, ის არჩევანი შეიძლება რაც ქონდა რა. და ეს მეორე მომენტი, რომ ეს გაზიარების მომენტი ამ ახალგაზრდებთან, ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ძალიან გასახარი არის ამ მოტივირებულ ახალგაზრდას რაღაცნაირად გორჩი შეიძლება დაუდგე, შენ გამოსლება გაუზიარო და ეს პირიქით რაღაცა ისეთია რა, შენს მიიღებ აქედან და ის მომენტი არ არის მხოლოდ რომ შენ მასწავლებელის მოსწავლე რა, რაღაც შეიძლება რაღაცა როგორც მეწყვილე ისე იარო რა ამ შემთხვევაში ამ სწავლების პროცესში. და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პირველ ნაბიჯებს დგამ თუ პირველ თოკებს აბამ და პირველ ექსპედიციაში მიდიხარ, ვინ იქნება შენი მასწავლებელი. მე როგორ თამსვლელად თუ ადამიანად ჩამოყალიბდები. აი თქვენ შემთხვევაში ვინ იყო ის ხალხი, ვინც გარდამტეხი გავლენა იქონია და განაპირობა, რომ აი ამ ტიპის თამსვლელი იქნებოდით. ხო, ცოტა რთული საპასუხოა, იმიტომ რომ ეგრე როგორც ასეთი მასწავლებელი ხო, მაგრამ ერთ-ერთი სამაგონებელი ადამიანი ყოველას ყავს ცხოვრებაში. ამ ისტორიებზე ვართ, ასე ვთქვათ, გაზრდილები და იგივე მე რო დავიწყე ბოტანიკურში, ბეზე ცოცვა, მახსოვს რომ ზურა იბანოიძე იყო, რომელიც ვარსკვლავ ბიჭუნა არა მხოლოდ რაღაცა იმას გულისხმობს ვიზუალურად რა. იყო იმ დროის წამყვანი ესეთი ხასიათით და როგორც შემძლე თამსვლელი ზურა სამწუხაროდ ჭაუში გარდაიცვალა. მანამდე იგივე თათარაშვილი ლეონი თათარაშვილის ისტორიებზე რაღაცა ბევრი რაღაცა ეს ემოციური ბმები სული იყო რა. მახსოვს რომ რაღაც საჯაროში მივდიოდი ხოლმე და ეს ციგნებს ზალიკო და მერაბის რაღაც ისტორიები წამიკითხავს. ჩვენი ძველი თამსვლელების ისტორიები, რომელიც იმ საწყის ეტაპზე ჩემთვის ისეთი იყო, რაღაც საზრდოა. ზალიკო ფიქოძე? კი. მერაბ ხაბაზე, რომელიც უშბაზე. ძალიან ისეთი ისტორიები არის რა. ხო, რა თქმა უნდა ჩვენ რაღაცა ჩვენი პირადით ვითარდებით და ვირჩევთ ამ გზას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქედან მოვდივართ მაინც ამ ისტორიებით სარდლობთ. ალპინიზმშიც არის ეგ, რომ დრო შეიცვალა და ახლა თუნდაც არ ვიცი გლობალური დათბობის და ბუნებრივი რისკების ზრდასთან ერთად მეტი სიფრთხილე გჭირდებათ, მეტი მეცადინეობა. ანუ მარტო ფიზიკურად მზაობა კი არა, ბევრი რამის წაკითხვა, წინასწარ მომზადება თუ ძველი ცოდნით მაინც შეგიძლია წახვიდე. ანუ ეთაობებს შორის განსხვავება არის ამ გარემოსა და ინფორმაციასთან ერთად. ეხლა მახსენდება, რომ მოკლედ საფრანგეთში ყოფნის დროს იმ შამონიში მოხვდით ბიბლიოთეკაში, იმ ალპაინ სკოლის ბიბლიოთეკაში სრულად შემთხვევით და როგორი ის ქონდა გაკვირვება, რომ უშველებელი სივრცე, სადაც მხოლოდ იყო მთის ლიტერატურა. ანუ ეხლა სამწუხაროდ ეხლა მოკლედ ჯავარდნა არის ამ კონკრეტულად წიგნის რაღაცა მთის ლიტერატურის, რომ ხო, ეს დანაკლისი არის. თუმცა ეს იმას ანიშნავს, რომ ამაზე ხო უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ალბათ იქამდე მაინც ვერ მივახცევთ ამ მასშტაბს გულისხმობ, მაგრამ ხო, ზოგადად ძალიან ნაკლები იწერება, მით უმეტეს თანამედროვე დამსვლელობაზე. ხო, ცალკე ესეთი მნიშვნელოვანი სამუშაო მიმართულებაა, რომელზეც ალბათ ხო ისევ ჩვენი ხალხი თუ იფიქრებს. და აი გასვლამდე მარშრუტს რო ადგენთ, ან არჩევცად წახვიდეთ, აი ეს მეცადინეობის ნაწილი რა არის? ერთია რომ ფიზიკურად ფორმაში უნდა იყო, ეგ ხა ცხადია, მაგრამ აი რუკები ალბათ ერთ-ერთია რაც ახსენეთ, რაც უნდა ნახო და კიდე რას კითხულობ თუ რას ეცნობი. როგორ ემზადები? ხო, თუ მაგალითად ძალიან გამოუკლეველი ისეთ რეგიონში მიდიხარ, როგორც ახლა მაგალითად მქონდა პაკისტანში,
მან რა თქმა უნდა ვცდილობ პირველ რიგში რაღაც სატელიტური სურათებით ან რუკებით ან ზოგადი ინფორმაციის შეგროვებით და რა თქმა უნდა თუ რამე რესურსი მოიძებნება American Alpine ჟურნალს აქვს დიდი არქივი, საიდანაც მნიშვნელოვანი შეიძლება ინფორმაციები ნახო, ძალიან მნიშვნელოვანი ის არის არქივი არის და რა თქმა უნდა ადგილობრივებთან კომუნიკაცია თუ რაიმეს გაარკვევ. და სხვადასხვა ამ ჩვენ შემთხვევაში ბოლოს საკმაოდ საინტერესო პროცესიც იყო და ბევრი ახალიც პაკისტანში. კი. საინტერესო პროცესი არის იქაურ ადგილობრივებთან ურთიერთობები. მაგრამ ის არ არის რომ ლეგენდებს გიყვებიან რეალობის ნაცვლად? ეგ მომენტები თაში მცხოვრებ ხალხს ხო ჩვევია ყველაფრის ჰიპერბოლიზება და მეტაფორებით. არის ეგ. გამდიდრება. არის ეგ, თუმცა მაინც ბევრს ქონდა ჩვენი მასპინძელი მაგალითად რაც განთლეული კაცი არის ძალიან უყვარს თავისი მოკლედ ხეობა, კუთხე და თუ რაიმე ინფორმაცია ვინმეს აქვს, მოკლედ აქ შეიძლება და გვენახა და მახსოვს რომ ხო რაღაც ისტორიებს გიყვებოდა, მაგრამ თავისი ის ქონდა რაღაცა ალიბი ასე ვთქვათ სასტური ამ რაღაცა ინფორმაციის და ძალიან სერიოზული რაღაცა შრომის ის იყო რაღაც. აუ სინამდვილე მეტი მოგიყვათ ვიდრე ლეგენდები. კი, იმიტომ რომ თავისი ის ქონდა რაღაცა დასაბუთებები ყველაფერს. რამდენი წლით ადრე გეგმავს თამსვლელი? რამდენი წლიანი გეგმებით ხართ? ჩვენ ძალიან მოკლე პერიოდის გეგმებით ხართ. ზოგადად ჩვენი ეს არის ხომ რაღაცნაირად მახასიათებელი რომ თუნდაც დიდ ექსპედიციებში რა, როცა უკვე რაღაცას დაგეგმავ თუ გადაწყვიტავ, ეს უნდა კონდეს, თუნდაც შეიძლება 1 წელი მინიმუმ შეიძლება ესეთი პერიოდია რა. ემზადო. ხო, მინიმუმ და არა მარტო ემზადო გაარკვიო მთელი პროცესი არის, რომელიც საკმაოდ შრომატევადი არის. საკმაოდ. არა მხოლოდ შენ რო შენ რაღაც ფიზიკურ კონდიციას თუ რაღაც ფორმაში ყოფნას დაუთმო, ეს რაღაც ლოჯისტიკა, ინფორმაციული მხარე, იქ რაღაცა პატარა დეტალის რო რაღაცა ვერ თუ არ დაუთმო შესაბამისი ყურადღება შეიძლება ჩაგეშალოს ექსპედიცია რა. ისეთია რა, უბრალოდ ჩვენ იმდენად არასტაბილურ გარემოში ვართ, რაღაცა გვიჭირს ხომ ეს ხანგრძლივად რაღაცების დაგეგმა. ეხლა მომავალი წლის გეგმაზე რომ შემეკითხე, მეც შეიძლება გამიჭირდეს ახლა მე კონკრეტულად. და ეს გეგმები რითია განპირობებული სურვილებით, სადგინდა წასვლა მაგის მიხედვითი გეგმები თუ რაღაც მატერიალურ, ტექნიკური მოცემულობით, რომ აი ფედერაციას შეუძლია ამდენით დააფინანსოს ამდენი ექსპედიცია, სპონსორი შეიძლება ვიპოვო, ამაზე არ ვიპოვო და აი აქედან გამომდინარე მოვერგო ამ რეალობას. ჩვენ შემთხვევაში ძალიან დასაფასებელია, რომ პრინციპში სხვანი შეიძლება ვერც გამოვიდეს. ეხლა ვინმე რომ განგისაზროს, რომ შენ ეხლა უნდა წახვიდე სპორტსმენი და წახვიდე ეხლა იქ. ხო, ეს საბჭოთა დროს იყო მსგავსი, მაგრამ ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ ჩვენი რეალობაში ძალიან უცხო არის ეხლა ესეთ რამე ეხლა შეიძლება ვერც არც მიფიქრი ამაზე. ეს არ განსაზღვრულ გეგმებს რომ იყო სხვის მიერ. არა, უბრალოდ ხო, ვიღაცამ რომ განგისაზროს, რომ ეხლა თქვენ ბიჭებო, კაი ბიჭები ხარ და ეხლა ფორმაში ხარ და წავიდეთ ეხლა აქ. თორეს ძალიან ისეთია რა. როგორც წესი ჩვენ ვრჩევთ ხოლმე ამ რაღაცა ჩვენი იგივე რაღაცა გულის სახელით, სად გვინდა რა არის ჩვენი ლოგიკური და მე შესაბამისად თუ რა თქმა უნდა ეხა ამის ყველაფერი არ გამოვა ეხა ამის ჭერაც გვინდა ყველაფერს ეხა დაფინანსება და ამ სპონსორების მოპოვება, მაგრამ როგორც წესი აქამდე ყოველ შემთხვევაში შეიძლება ითქვას რომ რაღაც 10 წლეული გავიდა, როცა რაღაცა გული სადაც გვერჩოდა, მაინც ვახერხებთ წასვლას და მეცილად ეს მაინც ხო ჩვენი დამსვლითა ფედერაციის ეგიდით ტარდებოდა. ან სახელმწიფო ალპინიზმს სათანადოდ აფინანსებს შეიძლება ვთქვათ. სახელმწიფო და ჩვენი ხალხი რა, ეს ძალიან გადასახადის გადამხდელი. გვიამაყება ხოლმე ამის თქმა, რომ თქვენი სპონსორი ვინ არის? ჩვენი ხალხი. ძალიან ესეთი საპასუხისმგებლო მომენტია, როცა რაღაცა შენი ქვეყნის მაინც ეგრე გამოდის, რა შენი ქვეყნის სახელით მინდიხარ, გადიხარ და ყოველთვის ვცდილობთ რომ რაღაცა არ ვიყოთ, რაღაცა
ვიყოთ რაღაც საერთოს ნაწილი და რა რაღაცა მივიღოთ იმის ყველა ძალიან კარგად იცი ჩვენი აზრების და პოზიციაც რაღაცა მაინც უფრო გამაერთიანებელი ის გვაქვს ვიდრე რაღაცა კონკრეტულის ხო რაღაც. მე მგონია რომ ახლა პრინციპში მთელი საზოგადოება თუ არა ნახევარი საზოგადოება მაინც იმ გზას გადის, რასაც თქვენ ექსპედიციებში გადიხართ ხოლმე, აი რაღაც შეუძლებლის შესაძლებლად ქცევა და დაბრკოლებების გადალახვისას ნებისყოფის და მოთმინების გამომუშავება და შენი თავის თუ შენი თანამებრძოლის თუ თანა ექსპედიციელის სხვანაირად გაცნობის, ხო? აი მაგ გზაზე თქვენ რა უნარებიც გამოიმუშავეთ, რაც შეიძლება წინააღმდეგობაში ჩართული ხალხისთვის თუ განსაცდელში მყოფებისთვის საინტერესო გამოცდილება იყოს, რაიმე რჩევები შეგიძლიათ გასცეთ? აქაც ორიგინალური ვერ ვიქნები. მე მგონია რომ ჩვენი ხასიათის მთავარი მე რაც კიდე ერთხელ აღმოვაჩინე ჩემ თავში და ჩემს მეგობრებთან ერთად არის რომ როცა სირთულეები გვაქვს, როცა ძალიან გვიჭირს მე მგონი შეგვიძლია მაინც გამკლავება ამ სირთულეებთან და მგონია რომ ეს ჭირში მაგრად დადგობა მაინც ჩვენი ქართული რაღაცა გენეტიკის შეიძლება ამოზახილია და მგონია სულ ეს გენეტიკა მე მგონი თავის ყოველთვის გამოვაჩენს. ჭირსაში გამაგრება ისე უნდა ვთქვით გირსად ყოველად არ გვაქვს ლიტერატურაში? ხო, მე ეს უბრალოდ რაღაც ლიტერატურა არა, როგორც კიდე ჩემს გზაზე შემიმჩნევია, ჩვენს დამსვლელობის გზაზე შემიმჩნევია, როცა გვიჭირდა ძალიან შეიძლება გამოუვალი მდგომარეობიდანაც გვინახია რა, იმიტომ რაღაც ამ ერთად დადგომით, რაღაცნაირად შეკვრით ბოლომდე, რაღაცა ჩვენი დადებით, ჩვენი ხო და მაგ დროს რა არის ხსნა შენი თავის და ძალის რწმენა თუ რაღაცა სხვა სუნთქვა გეხსნება, რომელიც მანამდე არ იცოდი რომ აი ეგ არის ზუსტად, აი რაღაცა სხვა, მაგიტო ამ მომენტი თავში რაღაც გენეტიკური მომენტია ალბათ რა ჩვენს ხასიათში, რომ მაგ დროს გირთვება რაღაცა რომელიც არ იცოდი რომ ქონდა. ეს ღილაკი რომ ქონდა გასააქტიურებელი არ ქონდა და კი და ახერხებ იმ რაღაცა სირთულეების დაძლევას რა. ძალიან შეიძლება ექსტრემალური რაღაცა დროსაც რა. მე რო გიკვირს თან ის რანაირად მოხდა, რან შეძელიან, რან შევძელით. და მე დარწმუნებული არ ხარ რომ მეორედ ეგეთ ვითარებაში იგივეს შეძლებ. თუმცა რამოდენიმეჯერ რო ხდება უკვე ის მომენტია როცა ესე იგი ხო შემთხვევითობა არ არის. მაგასაც მე ვფიქრობ რა. შემძლებია. ხო, შემძლებია. მაგრამ ეგ არის რომ აი რაღაცა დიდი მიღწევების თუ სირთულის გადალახვის მერე შენ თავს უფრო პატივისცემით უყურებ, რომ ყოჩაღრაგაი ბიჭი ყოფილხარ თუ ცდილობ რომ მაგას არ აყვერო. ცდუნება არ გადაგძალოს და ზედმეტად სერიოზულად არ აყიქვა შენი თავი და შენი მიღწევები. აქ არის ზუსტად ის მომენტი, როცა გარე მხრიდან საზოგადოების თუ ხალხის მხრიდან გაქეს რაღაც რა თქმა უნდა ისეთია რა, ყველას დადებითი ისეთი ვახშინ რა, ისეთი როგორი შემძლე რა საოცარი რაღაცა საქმეები გაიკეთებია, ხო? ეს ერთი მომენტი და ამის აყოლა ვფიქრობ რომ შეიძლება სახიფათოც იყოს მე შენთვის რა, თუ ეს რაღაცნაირად შენთვის ბალანსი არ იპოვე რომ თოდა იმდენად შეიძლება გაუცხოება კონდეს. ანუ ზუსტად შეიძლება ერთი დღის დაბრუნებულს იმ მარშრუტიდან რომ შეხედო. შეიძლება იმდენად უცხო იყოს ეს შენთვის რომ შეიძლება დაფიქრდე კიდევაც რამდენად მე აქ ვიყავი ეს ვიყავი რა. ანუ ის გაუცხოება ხდება ეგრევე ეს მომენტი ძალიან ბუნებრივად ჩემ გამოსვლებით რაც ეხა მახსენდება და მე თუმეტეს კიდე ეხა რაღაცების აყოლას მაგრამ თქვენი თავი არასოდეს არ შეგიქიათ ყოჩაღრაგაი ბიჭი ხარო? კი, ერთმანეთს როგორ არ ვაკეთებთ ხოლმე. ერთმანეთს არა საკუთარ თავს. საკუთარ თავს? კი, ეგ მომენტებიც ყოფილა, იმიტომ რომ რაღაცა მომენტებში როცა შენ თავში იპოვი რაღაცა ისეთ გადაწყვეტილებას თუ ნაბიჯებს, რომელიც ძალიან სწორი იყო, ან მნიშვნელოვანი იყო, ან რაღაცა გადამწყვეტი იყო, რა თქმა უნდა ესეც აი ბოლოს რაზე შეაქეთ ეგრე თქვენი თავი? ბოლოს მე მგონი აი საკარო რო ვიპოვე ეგ იყო ჩემი ისა შეიძლება ეგ. სად? მე მგონი
მე მგონი ეგ იყო უფრო ჰინდიკუში. ბოლო თავდა გავიხსენო რომელი. ჰინდიკუშის ჩვენ ბოლო ჩასვლაზე პაკისტანში. როგორი იყო ეს საკარვა? კარიერა უფერავდა? კარავი გადაიქა? საინტერესო ის არის, რომ ჩვენ კარვის საკარვების მოწყობის იმაში მოკლედ ძალიან სერიოზული მოკლედ მასტერკლასები შეგვიძლია ჩავუტაროთ ნებისმიერ დონის დამსვენს. თქვენი დაცემული კარავი, ჩვეულებრივად დაცემული კარავი არ არის. სულ ხურულით ხოლმე მაგაზე და არა მარტო ხურობა არის, სიმართლეც არის ამაში, იმიტომ რომ ნებისმიერ აქამდე ეს ყოფილა რომ ნებისმიერ რაღაცა მთაზე თუ მარშრუტზე რომ მაინც შეგვიძლია და მოგვეხერხებია რაღაცა. Same posadili dati. Aha. Აი რა ხდება თურმე კარავში. 5000 700 600 30 აბა მაინც დაწოვლისკენ ვართ ხოლმე რა შეიძლება წარმოუდგენელი იყოს იქ რაღაცა მარტო ერთი დადგომის დაჯდომის საშუალება იყოს მაგრამ მაინც რაღაცნაირად გამოგვდის ხოლმე ეს რა სამეფო საკაროების პოვნელები ხართ ხო გამოგვდის მოკლედ ამის ორგანიზება და ეს საკარვა როგორი იყო რის გამოც საკუთარი თავში ეკეთ სამეფოს ისევე ძახით ხოლმე რა სამეფო საკაროები ფოტო გააქვთ ამ ადგილის კი ეხა გამახსენდა მე მგონი პირველი მთა არის მოდრიჩილის მოწინავე საბაზო ბანაკის მერე მოკლედ ზევით ავიწიეთ რომ უფრო ახლოს მესულიყავით ასე თქვა მარშრუტი დავიწყეთ და იქ იყო რაღაცა როგორც წარმომიდგენია რა ესეთი ფაქტურა ფერები როგორც მარსზე ალბათ ფოტოები მინახავს და რაღაც თვარეზე რომ დგებიან ეს რაღაცა ხალხი რა ეს ეგეთი ფერის ფაქტურა ეს ქვებიც რაღაც ესეთი წყობით და მოკლედ რაღაც ჩვენი კარავი იქ დაიდგა როგორც რაღაცა კოსმოსური ხომალდი კეთილი დიდი მადლობა ბევრ კარგ თავგადასავალს გისურვებთ ნახოთ აბა როგორი იქნება შემდეგი ამბები დიდი მადლობა თქვენ